დაუბრუნდებით საქართველოს არა გამოსახლებებს ამ მოთხოვნით სტუდენტებმა აქციამ მსვლელობა მოაწყვეს. აკაკი ჩიქობაუესა და გიორგი ხასაიას გათავისუფლების მიუხედავად ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ და მსვლელობა თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან დაასრულეს. საპროტესტო ტალღას წინ კეკელიძის ქუჩაზე მცხოვრები ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების ფაქტი უძღოდა, რა დროსაც უნივერსიტეტის ლექტორი აკაკი ჩიქობაუა და მასთან ერთად მყოფი გიორგი ხასაია დააკავეს. თავდაპირველი მოთხოვნა სწორედ მათი გათავისუფლება იყო. ჩვენი მოძრაობის წევრები წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ, თუმცა მარშის მთავარი იდეა, მარშის მთავარი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ძალაშია, შეჩერდეს გამოსახლებები და გამოცხადდეს მორატორიუმი, როგორც ვიცით 1000-ზე მეტი გამოსახლება კვლავ ძალაშია. მართალია გუშინ გათავისუფლდნენ აკაკო და გიორგი და ეს რა თქმა უნდა ამ წინააღმდეგობის სერიოზულად გადადგმული ნაბიჯი არის, მაგრამ ცენტრალური საკითხი რომ შეჩერდეს გამოსახლებები და დღევანდელი მსვლელობის მთავარი ერთ-ერთი მოთხოვნაც ეს არის, ჯერ კიდევ წინ დგას და უნდა მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე, რომ ჩვენი მოქალაქეები უკანასკნელი საცხოვრისიდან ქუჩაში არ გაყარონ.